წარმოვიდგინეთ 1999 წელი, ლას-ვეგასის ტელევიზია. ეკრანზე ჩნდება კაცი, რომელსაც არც სახე უჩანს, არც სახელი აქვს და ის ამბობს რაღაცას, რაც სამუდამოდ შეცვლის ჩვენს წარმოდგენას სოფლიოზე და საერთოდ სამყაროზე. მისი სახელი არის ბობ ლაზარი და ის ამბობს, რომ მუშაობდა არეა 51-ის გვერდით სრულიად საიდუმლო ბაზაზე, რომელსაც S4 ჰქვია. ბობ ლაზარის თქმით, იქ ამერიკა ინახავს 9 უცხო პლანეტურ, ანუ არაადამიანურ, არადედამიწურ სხეულს, კოსმოსურ ხომალდს და ცდილობს მათი ტექნოლოგიის გაშიფრვას. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს არის ის, რაც ერთმა ადამიანმა თქვა და მას შემდეგ ამ თქმულებას სოფლიო ვერ ივიწყებს. ვინ ჯანდაბა არის ეს ბობ ლაზარი? ბობ ლაზარი იყო ფიზიკოსი და ის ამბობდა, რომ მუშაობდა ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში. შემდეგ კი, რახან ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ფიზიკოსი იყო, დაიქირავეს S4-ის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში, რომელიც პაპუსის მთის შიგნით და გრომის ტბის გვერდით მდებარეობდა, ესე კონკრეტულად, რომ თუ გაინტერესებთ, სად იყო კონკრეტულად. რა ნახა იქ ბობ ლაზარმა? 9 უცხო პლანეტური ხომალდი, რომლებიც დედამიწაზე არ იყო აგებული. ერთ-ერთი იყო დისკოს ბურთის ფორმის, არანაირი ფრთები, არაფერი, უბრალოდ დისკოს ფორმის ბურთის ხომალდი, sport model. სადაც 3 პატარა სკამი იყო, ეს ბეიბისითები რო არის, ხო იცით, ბავშვი რომ უნდა ჩასვათ და რო არ გადმოგივარდება, დაახლოებით მაგზომი, სადაც პატარა ადამიანებივით სხეულები უნდა ჩამჯდარიყვნენ. ოღონდ იყო პატარა ზომით რა, ბევრად პატარა, ვიდრე ადამიანს სჭირდება. ორი ვარიანტია რა, ან უცხო პლანეტელი უნდა ჩამჯდარიყო, ან ჩვილი, baby boss-ის მსგავსი, რომელიც ზომით პატარაა, მაგრამ განვითარებული გონების პატრონია. მაგრამ ყველაზე შოკური ენერგიის წყარო იყო. ლაზარი ამბობდა, რომ ეს ხომალდი იყენებდა ელემენტ 115-ს, რომელსაც დღეს მოსკოვიუმი ქვია. 1999 წელს ეს ელემენტი საერთოდ არ არსებობდა. მეცნიერება ეს მხოლოდ 2003 წელს შექმნეს. ლაზარის თქმით, სტაბილური იზოტოპი 115 ქმნის ანტიმატერიის რეაქტორს, რომელიც აწარმოებს გრავიტაციულ ტალღებს. როგორ მუშაობს, თუ გაინტერესებთ, მარტივად ვეცდები აგიხსნათ. თქვათ, ეს არის ხომალდი და ხომალდი ქმნის ხელოვნურად გრავიტაციას. ანუ საითაც უნდა რომ გადაადგილდეს, იქით ქმნის ხელოვნურად გრავიტაციას და თითქოს იმ მიმართულებით ვარდება. ანუ როგორც ზემოდან ქვემოთ ვარდება რაღაცა სიჩქარით, რაღაცა კონკრეტული სიჩქარით, იმიტომ გრავიტაცია მას ქვემოთ ეზიდება, სწორედ მსგავსად ქმნის ეს ხომალდი ხელოვნურად გრავიტაციას და რაღაცა ეზიდება ამ ხომალდს იქითკენ, საითაც უნდა რომ გადაადგილდეს. არანაირი ინერცია, არანაირი G-force არაფერი არ მოქმედებს ამაზე, ესე თუ მოდის, შეუძლია უცებ უკან წავიდეს, ზემოთ ავიდეს, ისე შეიცვალოს ტრაექტორია, რომ საერთოდ არაფერზე არ იყოს დამოკიდებული გარდა იმ ხელოვნურად შექმნილი გრავიტაციისა და ან შეიძლება ძალიან დიდი სიჩქარით მოწყდეს აქაურობას, ანუ გაქრეს, ჩვენი თვალით გაქრეს, მაგრამ გადაადგილდეს ძალიან ჩქარა. მადლობა. ლაზარი ამბობდა, რომ თუ გააქვს მსგავსი მექანიზმი, რომელიც ხელოვნურად ქმნის გრავიტაციას, მაშინ შენ გაქვს წვდომა, манипуляცია მოახდინოს საერთოდ ყველაფერზე, დროზე, სივრცეზე, ამინდზე, ყველაფერზე საერთოდ. კიდევ უფრო შოკური განცხადება მანაც გააკეთა ის იყო, რომ მან წაიკითხა დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ უცხო პლანეტელები დედამიწას 10,000 წელზე მეტია უკვე აკვირდებიან. და მსგავს ძალიან კონსპირაციულ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც ტალახს ცხებდა სახელმწიფოს, ამერიკის მთავრობას და საერთოდ ყველაფერს, რაც არეა 51 პენტაგონს და ამერიკის უსაფრთხოებას ეხება. რა მოუვიდა ბობ ლაზარს ამ ყველაფრის შემდეგ, ხო გაინტერესებთ ესეთი თამამი განცხადებების შემდგომ? მისი ყველა ჩანაწერი გაქრა საერთოდ, MIT, ლოს-ალამოსი, ყველა საერთოდ თითქოს მას არსად არ უმუშავია. მას უჩვენეს, რომ აი ძმაო, შენო აქ არსად არ გიმუშავიაო, რასაც ამბობ, რომ აქ მუშაობდიო, აგერ აქციაო, ვინც აქ მუშაობდაო და შენ არ ხარო, ანუ შენ იტყუებიო, ან გეჩვენებოდაო, შენ აქ არსად არ გიმუშავიაო, სადაც ამბობ, რომ იმუშავე და წაიკითხო ეს ყველაფერი. შემდგომ ამ ყველაფრის მერე დააპატიმრეს პროსტიტუციის და ქიმიური შენაერთების გაყიდვის ბრალდებით, რაც მისი მოწინააღმდეგესთვის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იყო, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, ყველა იდეას, ყველა იდეოლოგიას, ყველა მეცნიერ, ყველაფერს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, ის ადამიანი ჯერ გიჟად გამოაცხადეს, შემდეგ პროსტიტუცია შეტენეს, ან პროსტიტუციას აკეთებდა თურმე, პროსტიტუციის ნაწილი იყო და თურმე საერთოდ ქიმიურ რაღაცა
აკრძალულ შენაერთებს ყიდდა და აფეთქებინებდა ვიღაცებს რაღაცებს. მაგრამ 2019 წელს პენტაგონმა აღიარა საბოლოოდ, რომ სწავლობდა UFO-ებს, ანუ unknown flying objects, რომელიც არის უცნობი ციური სხეულები. და ბობ ლაზარის ეს გრავიტაციული ტალღებზე მომუშავე მექანიზმები უკვე რეალურად განხილვის საგანი გახდა. ხოლო 2026 წელს კი გამოვიდა ასეთი პატარა ფილმუკა S4 The Bob Lazar Story, რომლის ლინკსაც აუცილებლად აღწერაში დაგიტოვებთ. და ეს არის სრული CGI რეკონსტრუქცია თუ რა დაინახა Bob Lazar-მა, როდესაც მუშაობდა, ან ვითომ მუშაობდა S4-ში. S4 როგორც გახსოვთ, გასაიდუმლოებული, ხო იცით. Bob Lazar დღემდე იძახის, რომ ყველასაც ვიძახდი, ყველაფერი სიმართლე არისო, მე არ ვარო ადამიანი, ვისაც ეშინიაო, მე ვერ შემაშინესო, მე ვარ ადამიანი, ვინც სიმართლე გამოიტანა სააშკარაოზეო. თქვენი აზრი მაინტერესებთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფრის? ჯერ უყურეთ, რა თქმა უნდა, Bob Lazar-ის ფილმუკას, დოკუმენტურ ფილმს და შემდგომ კომენტარებში თუ დამიწერთ, რას ფიქრობთ Bob Lazar-ზე. მატყუ არაა, ალუცინაციები აქვს, მიუნჰაუზენია, თუ მართალია, აუცილებლად მაინტერესებს თქვენი აზრი. მე ჩემ აზრს არ დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ჯერ არ მაქვს ამ ყველაფერზე აზრი ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, Bob Lazar თუ აღმოჩნდება ლუნატიკი, არ გამიკვირდება, მაგრამ თუ ყველაფერი სიმართლე იქნება, არც ეგ გამიკვირდება, იმიტომ რომ ჩვენი დედამიწა არის იდეალური სამყარო, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყოს, ანუ აქ ყველაფერი შესაძლებელია. თავარია არ გაჩერდეთ, მეგობრებო, აქვე საქართველოს ბანკი, ჩემი გენერალური სპონსორი, მადლობა გადაუხადო, რომ ყოველთვის მიმეორებს არ გაჩერდეო, გააგრძელეო, მიდიო, ბასტო, მოდი მასაჟებს მიკეთებს, უღრმესი მადლობა. და ისე თქვაც მინდა, რომ რაც არ უნდა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, რაც არ უნდა აღმოჩნდეს სიმართლე, იქნება ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ ჩვენი დედამიწა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაზე ალოგიკური რაღაცაც ლოგიკური გახდეს რაღაც ეტაპზე. კაი, დღეს ჩვენი თავარი თემა, როგორც მიხვდით, Bob Lazar არ არის, არც დედამიწა არ არის, ჩვენი თავარი თემა იქნება უცხო პლანეტელები და ყველა თეორია განვიხილოთ უცხო პლანეტელებთან დაკავშირებით. არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო, ძალიან ბევრი უფრო საინტერესო, ძალიან ბევრი კონსპირაციული თეორიები, რომელიც უცხო პლანეტელებს ეხება, ანუ ინაპლანეტიანებს. დარჩით, ეხლა რაღაცა პატარა ინტრო ექნება და გადავიდეთ ვიდეოს მთავარ ნაწილზე. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ახართ? ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ. გისურვებთ, რომ თუ უცხო პლანეტელები შემოგვესწრნენ, კეთილი უცხო პლანეტელები ყოფილიყვნენ, წაიყვანეთ, ნემსები გაიკეთებინათ თქვენთვის და რომ დაბრუნდებით 10 IQ-ი ან 20 IQ-ი მეტი გქონოდეთ. ეს არის ჩემი სურვილი თქვენ და მეც მინდა რომ იგივე მოხდეს ჩემთან მიმართებაში, თუ უცხო პლანეტელები წამიყვანთ, უცხო პლანეტელებო, ჩემი გამომწერ უცხო პლანეტელებს მიმართავ, თუ გინდათ რომ მე წამიყვანოთ და რაღაც ექსპერიმენტები ჩაატაროთ, უბრალოდ პიროვნებას ნუ წამართმევთ, იმპოტენცია არ მინდა და თუ რაღაცა გონებრივად განმავითარებთ, მადლობასაც გადაგიხდით და 1-2 საათი დღეში უფასოდ ვიმუშავებ თქვენზე. როგორც იცით, 1970-იანი წლების მერე დიდი ხნის შემდეგ პირველად გაფრინდა ადამიანი მთვარეზე და მომინდა რომ ახლა მთვარე ის გამეკეთებინა უცხო პლანეტელებზე ვიდეო. ძალიან საინტერესო არ იყო ჩემთვის ის ყველაფერი, რაც გვანახეს, რომ გაფრინდნენ, თქვენს რომ Dark Side of the Moon უნდა გვენახავ, როგორც ჩემი მაყურებლებმა კარგად იცით, რომ მთვარეს მხოლოდ ერთ ნაწილს ხედავთ, სულ მთვარეს არ ბრუნავს. წინა ვიდეოებში მაქვს ნათქვამი, ანუ ჩვენ მთვარის ტრაკი არ გვაქვს ნანახი, მართლა შეიძლება ტრაკი კონდეს და არ ვიცით. არა გაფრინდნენ რამდენიმე ხნის წინ დაარტყეს მთვარის წრე და ჩამოფრინავენ უკან და იქაც მთვარე არის, ჩვეულებრივ ტრაკი არ ქონია მთვარეს. კადრები დოკუმენტური ლაივში იყო გასული Motorola V3 V3i-ით გადაღებული კადრები იყო, სადაც ნაწილი ჩანდა რაღაცა კოსმოსური ხომალდის და იქით მთვარე ძალიან ცუდად, ანუ აქედან რომ გახედა უფრო კარგად ჩანდა მთვარე, ვიდრე იქ ვიდეოში, ლაივში. ძალიან გული დამწყდა. მადლობა Starbucks იმისთვის, რომ მადლევს ენერგიას, მხნეობას და ფულს. ძალიან დიდი მადლობა, უკვე დიდი ხანია Starbucks-თან ერთად ვიღვიძებ. Starbucks-თან ერთად არ ვიძინებ, იმიტომ რომ Starbucks-თან ერთად ვერ დავიძინებ. ზუსტად მაგიტო ვიღვიძებ Starbucks-თან ერთად, რომ შემთხვევით არ დამეძინოს, გირჩევთ ყველამ სამმაგ ესპრესოსთან ერთად უშაქროსთან, რა თქმა უნდა, გაიღვიძოთ. და თუ გემრიელი სასმლის დალევა გინდათ, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი იასავნისფერი Starbucks-ი მოკაჩინო ფრაპუჩინო. გადავიდეთ ახლა თეორიებზე. არსებობს თუ არა უცხო პლანეტელები. ლოგიკურად თუ შევხედავთ, უცხო პლანეტელები წესით არსებობენო, ესე იძახიან ჭკვიანი და კომპეტენტური ხალხი, იმიტომ რომ სამყარო მათემატიკურად რო იყოს, სამყარო თუ არის უსასრულო, სასრული არა, აქ შეიძლება ყველაფერი არსებობდეს. ანუ
თუ სამყარო უდრის უსასრულობას, მაშინ სამყარო უეჭველი არსებობს, სადაც მე ვაჟა გოგუაძე ვარ. ყველაფერი იგივენაირად და საერთოდ, მაგრამ გოგუას მეგობრად ვარ გოგუაძე. ან baby ბუბუ არ არსებობს და არსებობს crazy ბუბუ მაგალითად. უეჭველი არსებობს ეგეთი სამყარო. და თუ ეგეთი სამყარო არსებობს, ესე იგი უცხო პლანეტელებიც არსებობენ. ეს არის მათემატიკური ახსნა, რატომ არსებობენ უეჭველი უცხო პლანეტელები, იმიტომ რომ სამყარო არის უსასრულო და უსასრულობაში შემთხვევით იცით ეგა რომ უსასრულოდ რაღაცა შემთხვევით ასუები რომ ეს უსასრულოდ დააწყოთ, აუცილებლად იქნება ერთი ნაწილი, სადაც მთლიანად ეწერება შექსპირის რომეო და ჯულიეტა თავიდან ბოლომდე სიტყვით. ასევე იქნება ვეფხის ტყაოსანი, იმიტომ რომ უსასრულობა ნიშნავს ყველაფრის შესაძლებლობას. ავხსენი, თუ ვერ ავხსენი, ან subscribe გამიგეთ. ამბობენ რომ უეჭველი მაშინ უეჭველი უნდა არსებობდნენო რა, იმიტომ რომ სამყარო უსასრულო არისო. არის ასევე თეორია, რომ თუ უცხო პლანეტელები არსებობენო, მათ ჩვენს შესახებ არ იციანო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თუ განვითარებულები არიან ძალიან ეს უცხო პლანეტელები და აქვთ უდიდესი ტელესკოპი რაღაცა, აი სახეს რო იძრობს, აი 10 მილიონი სინათლის წლის იქით რო იყურება, მიუხედავად მაგისა, რომ შეუძლია გამოგხედონ იქიდან რაღაცა ტელესკოპით, ისინი ხედავენ დედამიწის ძველ ფორმას, სანამ ადამიანები იქნებოდნენ რა, ანუ მაგალითად დინოზავრებს უყურებენ. რა, იმიტომ რომ როგორც იცით, როგორც კარგად გლეხურად რო ავხსნა, ჩვენ ენაზე რო ავხსნა, სინათლის სიჩქარე რაც არის, ანუ ჩვენ რო ვარსკვლავს უყურებთ, იმ ვარსკვლავის წარსულს უყურებთ და არა აწმყოს, იმიტომ რომ სინათლის სიჩქარით მოდის გამოსახულება ჩვენამდე და ის თუ ძალიან შორსა, იმდენად შორსა რომ სინათლის სიჩქარის მაგალითად უნდა იქიდან აქამდე მილიონი წელი მოსასვლელად ჩვენ უყურებთ მილიონი წლის წინანდელ გამოსახულებას, იმიტომ რომ ყველაფერი ხო სიჩქარია, ხმასაც ამას რო ხელს ვურტყავ, რაღაცა სიჩქარით გადაადგილდება ბგერა და ჩემამდე მოდის და მე აღვიქვავ. ხო გინახავთ რომ ვიღაცა შორიდან ჩაქუჩს აჭედებს ძალიან და ჯერ მოძრაობას ხედავთ და მე რომ მოდის ხმა, ან ჭექაქუხილი რო განათდება და მე რო გესმით ელვა. ეგ არის ბგერის სიჩქარე, ბევრად ნელია ვიდრე სინათლის სიჩქარე და მოდი შენამდე და სინათლის სიჩქარე ხან ბევრად მეტია მიუხედავად მაგისა, მაინც შენ რო ვარსკვლავს უყურებ, რომელიც სინათლის სიჩქარითო დაიწყო იქამდე მისვლა 200 წელი მოგინდება, მაგალითად შენ უყურებ 200 წლის წინანდელ იმას. ასევე უცხო პლანეტელებს თუ გიყურებენო ზემოდანო, უყურებენ იმ პროექციას, იმ გამოსახულებას, რომელიც ადრე იყო. ანუ რა სიჩქარით უნდა მოკლედ რა. ეგ არის ყველაზე ადეკვატური ნაწილი ამ ვიდეოსი, იმიტომ რომ ეს არის რაც უეჭველი ეგრე არის, თუ სამყარო უსასრული არსებობენ და თუ არსებობენ და უყურებენ ჩვენ წარსულს. მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა თეორია, რომელიც მე უფრო მომწონს. ანუ არ მინდა რომ რეალური იყოს, არ ვემხრობი, არ ვქადაგებ, მაგრამ მომწონს, საინტერესოა. ფილმებიც Fantastic Four უფრო მომწონს, ვიდრე მაგალითად Notebook-ი. ანუ Notebook-ი ხო რეალურია, მაგრამ Fantastic Four უფრო მომწონს. არსებობს ესეთი თეორია, ზოოპარკის თეორია ქვია. მარტივად რო აგიხსნათ ზოოპარკის თეორია რა არის? ზოოპარკი ვარ ჩვენ ბოდიში, ეგრე არის, ანუ ისინი არ არიან ზოოპარკი. ზოოპარკის თეორია იმიტომ ქვია, რომ არსებობენ უცხო პლანეტელები, გვაკვირდებიან, უყურებენ, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაციას არ ამყარებენ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის არის, რომ ჩარევა არ უნდა, თუნდაც რომ დააკვირდნენ, როგორ ვითარდება სამყარო თავისით. ანუ შეუძლიათ ჩაერიონ ტექნოლოგია მოგცენ, განგვავითარონ ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს უდგებიან ცოტა უფრო სხვანაირად და უფრო მორალურად სხვაგან არიან და გვაცდიან კაცობრიობას, რომ განვითარდეთ და ჩვენით მივიდეთ ცივილიზაციის იმ განვითარების იმ ეტაპამდე, სადაც თვითონ არიან. მეორე, ფიქრობენ, რომ ჩვენ ჯერ ველურები ვართ, აგრესიულები ვართ და თუ ჩამოვლენ, შევჭამთ, დავხოცავთ, მტრა დააყვიქვამთ და ერიდებიან კომუნიკაციას და არის ასევე მესამე, ფიქრობენ, რომ უბრალოდ შტერები ვართ. უყვართ რომ გვიყურებენ როგორც აი ზოოპარკში რომ მიდიხარ და ვეფს რო აკვირდები, ვეფ ხო ინახე, აი მაიმუნს ტრაქში თითი აქ შეყოფილი, აი ზუსტად ეგრე გვიყურებენ, რა თქმა უნდა მიდიხარ ზოოპარკში, უყურებ მაიმუნს ტრაქში რო თითი აქ შეყოფილი და მე თვალში ისვამს ამ პირში იდევს და მაგაზე იცინი, მაგრამ არასდროს არ მიხვალ და კარს არ შეაღებ და არ დაუწყებ იმაზე რა ქვია, გეოპოლიტიკაზე საუბარს, იმიტომ რომ ისინი არიან განუვითარებლები და დაბალი დონის არსებები. რომ გეოპოლიტიკაზე ესაუბროს, ზუსტად ესე აღვიქვავენ, მაგრამ მე ეგრე არ მომწონს, იმიტომ რომ რას ქვია, რაზე უნდა მელაპარაკოს ახლა უცხო პლანეტელი ისეთზე, რომ ვერ დავუშვდე და ნარავნად ვერ ვესაუბრო. ალბათ არსებობს რაღაც ეგეთი. ეს არის ზოოპარკის თეორია, რომელიც არის აი სრულიად უწყინარი თეორია არის რა, რომც არის რეალური იყოს, რომც არ იყოს რეალური, ზეგავლენას ჩვენზე საერთოდ არ ახდენს. სწორედ ამიტომ არის ყველაზე ისეთი აი chill
ცოტა ისეთ მკრთალი თეორია, რომელიც გინდა არსებობდეს, გინდა არ არსებობდეს. ანუნაკები თუ გაგიგიათ რა არის? ანუნაკები თუ დაუჯერებთ შუმერების ეპოქაში დაჭერილ თიხაზე, თიხის ნაჭერზე რაღაცა პატარა თქმულებებს თუ დაუჯერებთ, ანუნაკები იყვნენ არსებები, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ და რატო ჩამოვიდნენ? ვინ იყვნენ ეს ანუნაკები? ზუსტად რო გადათარგმნო არიან არსებები ისინი, ვინც ციდან ჩამოვიდნენ. ანუ უცხო პლანეტელები ალბათ რა, ინაპლანეტიანები. შუმერული მითოლოგიის მიხედვით ეს ანუნაკები, ოღონდ შუმერული მითოლოგია არ არის ახალი, ძალიან ძველი არის. დაახლოებით ალბათ 2000, 3000 წლის წინანდელი ალბათ რა, დაახლოებით. ეს ანუნაკები იყვნენ არსებები, რომლებიც ორი ვარიანტი არის. ერთი რომ არსებობდა პლანეტა, რომელიც იყო მარსსა და იუპიტერს შორის და 3600 წელიწადში ერთხელ ეს პლანეტა დედამიწას უახლოვდებოდა. ძალიან უახლოვდებოდა და ეს ანუნაკები ჩამოდიოდნენ ხოლმე რა. და მეორე ვარიანტია რომ ძალიან შორის სხვა გალაქტიკის რაღაცა 8 მილიონი სინათლის წელის იქიდან არიან, ოღონდ ძალიან განვითარებული და ჩამოვიდნენ ესე რა. და არის ესეთი თეორია რომ ანუნაკები დედამიწაზე მოიპოვებდნენ ოქროს, რადგან ატმოსფერული პრობლემა ჰქონდათ მათ პლანეტას, ანუ ატმოსფერული პრობლემა იყო, იყინებოდა რა, ტემპერატურა ძალიან ქვემოთ ჩადიოდა, რასაც ვერ უძლებდა ვერციქაური განვითარებული ტექნოლოგია, ძალიან იყინებოდა. და ფიქრობდნენ, რომ თუ ამ ოქროს ტვერს ცაში ესე დაამაგრებდნენ რაღაცნაირად, მზის სხივებს აირეკლავდა და დაათბობდა უფრო ტემპერატურას. სწორედ ამიტომ ეს ანუნაკები ჩამოდიოდნენ დედამიწაზე და ოქროს მოიპოვებდნენ, რათა მერე თავის ატმოსფერული პრობლემა მოეგვარებინათ. მაგრამ ეს ოქროს მოპოვება მაღაროებში სიარული რაღაცა თხრა და ის რთული ფიზიკური საქმიანობა იყო. მაგიტომ ჩვენ ადამიანებს ჰომო ერექტუსების პერიოდი იყო, ანუ ჰომო ერექტუსები როცა ვიყავით და კომუნიკაციას დავამყარებთ. წელში რო პირველად გავიმართეთ. ეგ პერიოდია. ჰომო ერექტუსებს გვამუშავებდნენ როგორც მონებად არა, უფრო მუშახელებად რა და ოქროს გვაპოვებინებდნენ, მაგრამ საკმარისად ჭკვიანები ვერ ვიყავით და ნელა ვაკეთებდით, დაუმორჩილებლები ვიყავით, კომუნიკაციაში ვერ შემოდიოდნენ ადეკვატურად და რაღაცა ცხოველებივით ვიყავით რა. სწორედ ამიტომ გენური ინჟინერიის დახმარებით ანუნაკებმა თავისი გენი მოგვცეს, შეუშვეს და სწორედ მანდ მოხდა ჰომო ერექტუსიდან გადავიქეთეთ ჰომო საპიენსამდე, ანუ უბრალოდ წელში გამართული არსებებიდან გავხდით მოაზროვნეები. ვისწავლეთ კომუნიკაცია, ვისწავლეთ გაგება, განვითარდით, ტვინი გაიზარდა, ანუ ტვინის მასა გაგვეზარდა და უფრო მარტივად ამყარებდნენ ჩვენთან კომუნიკაციას და უფრო მარტივად ვამუშავებდნენ ოქროს მოსაპოვებლად. ესე რომ ვთქვათ, ფერმა ჰქონდათ პატარა აქ დედამიწაზე, სადაც ჩვენ გვამუშავებდნენ ოქროს ფერმა, gold mine. უფრო დეტალურად ჩავყვეთ ამ თეორიას, ამ ანუნაკების ლიდერი იყო ენკი, რომელიც ითვლებოდა მეცნიერად და ადამიანის მიმართ უფრო ლმობიერი იყო რა, მაგრამ ამ ენკს ჰყავდა ძმა, ენლილი, რომელიც არ იყო ლმობიერი ადამიანების მიმართ და მიდი აიმუშახე მონება დაღიქვამდნენ რა. და სწორედ ერთხელ მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ეს ენლილი გაბრაზდა ადამიანებზე და წარღუნა მოუვლინა. ესე წერია, რომ წარღუნა მოუვლინა დატბორა მთელი სამყარო. მაგრამ ენკი არსება, რომელიც ადამიანების მიმართ იყო უფრო შემდობი და თანამგრძნობი, ერთ-ერთ ადამიანს ამ ყველაფრის შესახებ უთხრა და მიეხმარა, რომ გადარჩენილიყო. აი ძალიან გავს ეს ნოეს კიდობნის ისტორიას. აი ზუსტად რა, რომ მე კი არ ვაფასებ ეგრე რომ გავს, ანუ ეგრე არის, ანუ მოხდა წარღუნა, ვიღაცამ ღმერთმა ენკიმ ერთ-ერთ ადამიანს ეს ყველაფერი უთხრა, ყველაზე განვითარებული რომელიც იყო და ამ ადამიანმა აშენა კიდობანი და გადარჩა მოკლედ, გადავრჩით რა. კაცობრიობა არ შეეწირა ენლილის რისხვას. აქ არის ამდენი რაღაც, სადაც ყურადღება შეგვიძლია მივაქციოთ. ერთი ის რომ არსებობს ესეთი მოსაზრება, რაც ამყარებს ამ თეორიას. მოდი ამ თეორიის ადვოკატი გავხდები ცოტა ხანი და მე პროკურორის როლსაც მოვირგებ და მე ბოლოს მოსამართლე შემოგთავაზებ. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ჩვენ ჰომო ერექტუსიდან, ანუ წელში გამართული შტერებიდან, წელში გამართულ ჭკვიანებამდე ძალიან ჩქარა განვითარეთ. ანუ ევოლუციის ეს პროგრესიას თუ მივყვებოდით, ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსამდე რა დროშიც გავხდით ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსი, ბევრად მალე მოხდა, ვიდრე წესით პროგრესიის მიხედვით და მომხდარიყო. რაც ამყარებს იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად რაღაცა თითქოს ჩათესესო ჩვენში რაღაც, რამაც შემდგომ ჩვენ ჭკვიანი გაგვხადა. ასევე არის თეორია იმისი, რომ არ იხსნება, რატომ გვაქვს ესეთი მიდრეკილება ოქროს მიმართ. რატო გვიყვარს და ვგიჟდებით და აი ოქრო რატო არის ესეთი ფასეული. ოქროს ერთადერთი ფუნქცია რაც არის, რომ არის ჟანგება, მაგრამ მყარი არ არის რა, ანუ არ არის მყარი. და სწორედ ამიტომ
არის ესეთი მოსაზრება ასევე, რომ ამ ანუნაკებმა გენეტიკურად და ხელოვნურად ჩვენში თითქოს ჩააყენეს ოქროსადმი სიყვარული და ოქროსადმი მიდრეკილება. იმიტომ რომ უკეთესად გვემუშავა. უფრო დიდი мотиваცია გვქონდა ოქროს მოპოვების და პროგრამულად თითქოს დაგვაპროგრამეს ისე, რომ ოქროს მიმართ გვაქვს რაღაცა აი სიხარბის თუ აი არ ვიცი, სიყვარული გვაქვს ამ ჭვიალა ნივთების მიმართ. არსებობს კიდე ხა მოდი იქით ამ ხარესაც რომ ვიყოთ, რომ ოქრო მარტო ის არ არის რაღაცა უბრალო ქვა, არის იშვიათი ერთი, მეორე ის რომ არის ჟანგება, მესამე ის რომ ჭვიალებს. ანუ არსებობს კიდე ფსიქოლოგიურად შეიძლება ადამიანებს გვაქვს მიდრეკილება ადრე, როცა რაღაცას ფასი უნდა დადგენილიყო, ძვირფასი იქნებოდა თუ უძვირფასო, სიბრჭყვიალე ძალიან დიდ როლს თამაშობდა. ანუ რაღაც რო რახან ბრჭყვიალებდა, იქნებოდა ეს ალმასი, ოქრო თუ რაც არ უნდა იყოს, რახან ბრჭყვიალებდა, ფასი დიდი ქონდა ამას. და საინტერესო ისაა, რომ ამ ანუნაკების თეორიაზე არის დაშენებული ძალიან ბევრი სხვა თეორია. მაგალითად ის, რომ ადამი და ევა იყვნენ, აი ესე რომ ვთქვათ, ადამი და ევას ისტორია რო გაუთანაბრო, არის რომ ადამი და ევა იყო მაგალითად ჰომო ერექტუსი და ის ვაშლი, რომელიც ამათ მააჭამეს, იყო ის გენური რაღაცა, რამაც ამათ ცნობიერი მისცა. ეს ანუნაკების ორი ლიდერი ინკი და ენლილი, ვიღაცა ადამიანმა აღარ მახსოვს შეუსაბამო თეორია, რომ ენლილი არისო კლასიკური ღმერთიო და ენკი არისო ლუციფერიო. ენლილისთვის ეს ადამიანები სანამ ვაშს აჭმევდაო, ესე რომ ვთქვათ, იყვნენო მაინერებიო, ანუ ფერმა იყო და ოქროზე მუშაობდნენო დედამიწაზეო და შემდგომ ეს ენკს რო უყვარდაო ადამიანებიო, ჯუმათო მივიდაო, გენური ინჟინერიით რაღაცა შეუყვანა და ცნობიერი მისცა, ანუ გაათავისუფლაო რა და იმას ამბობენ, რომ ეს ვაშლი რო ლუციფერმა აჭამა, ცუდი კი არ არისო, პირიქით თუ აი ამ ვაშლმა ადამიანს ცნობიერი მისცა და გაათავისუფლაო რა და მან შეიქმნა ლუციფერის მიმდევრები, ეგრეთ წარმოიშვნენ, რო იცოდეთ, მაგ თეორიის მიხედვით, ზუსტად აი ამ ენკის და ენლილის თეორიაზეა დაფუძნებული დაახლოებით, რომ ადამიანები ვიყავით ტყვეები ფსიქოლოგიურად, აზრობრივადაც და ფიზიკურადაც, მუშაობდით ენლილის გამო ოქროზე, შემდგომ ენკი მეცნიერი, რომელსაც შეუყვარდით და უყვარდით როგორც არსებები და არა როგორც მონები, მოვიდა, ვაშლი გვაჭამა რაღაცა, ანუ რაღაცა ცნობიერი გაგვიხსნა, ან სოკო გვაჭამა, არ ვიცი, ბევრი თეორია არის და ჩვენ ცნობიერი გაგვიხსნა, უცებ გავიაზრეთ, თავისუფლები გავხდით, ავუჯანყდით და გავთავისუფლდით რა. ოღონდ ეს ენკი და ენლილი არ არის მანდ რა, მან არის ლუციფერი და ვიღაც. და სწორედ ამიტომ არსებობენ ადამიანები დღეს დედამიწაზე, ვინც ამტკიცებს, რომ ლუციფერი არის კარგი, ლუციფერი არის ადამიანის თავისუფალი ნების გარანტი და ისა შემქმნელი და მომცემი და არა ღმერთი რა. ეს უბრალოდ პატარა გადახვევა გავაკეთე, იმიტომ რომ ამ თეორიაზე არის დაფუძნებული დაახლოებით ეს ენკის და ლუციფერის პარებლების თეორია. აი, მოდი გავანებოთ ამ თეორიას თავი და გადავიდეთ ცოტა უფრო თანამედროვე და უფრო ადეკვატურ ნაწილზე ამ ვიდეოსი. 2023 წელს დევიდ გრუში წარდგა კონგრესში და მან თქვა, რომ არსებობს მრავალწლიანი პროგრამა უცხოპლანეტური ხომალდების აღდგენისა და ესე რომ ვთქვათ, reverse engineering-ისთვის. ანუ პირიქითა ინჟინერიისთვის. ანუ პირიქითა ინჟინერია რას ნიშნავს? გაქვს რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც უკან ამოდიხარ და ეგრე მიდიხარ იქამდე. ამ დევიდ გრუშმა 40-ზე მეტ ადამიანთან ჩაატარა ინტერვიუ, რომლებიც ამბობდნენ შემდეგ რამეს. ASHS-ის ხელში არის non-human წარმოშობის ხომალდები, ანუ არაადამიანური წარმოშობის ხომალდები. აღმოჩენილია non-human biologics, ანუ არაადამიანური ბიოლოგიური მასალა, ანუ გვამები, ნაშთები, რომელიც არადედამიწურია. ამბობენ ასევე, რომ პროგრამა კონგრესისგან არის დამალული და ფული უკანონოდ იხარჯება და ასევე ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იციან, ვინც დააშინეს ან მოკლეს. გრუში ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ ექსტრატერესტრიალური, არამედ interdimensional, ანუ ET რაც არის ეს Katy Perry-ის extraterrestrial, ეგ ნიშნავს უცხო პლანეტურს, ანუ ამ განზომილებაში, მაგრამ უცხო პლანეტურს, მაგრამ ეს დევიდ გრუში იძახის, რომ არამხოლოდ უცხო პლანეტურები კი არ არიანო, interdimensionalები არიან, ანუ სხვა განზომილების რაღაცეები არიან, ანუ ჩვენ სამყაროს, აი იმ უსასრულო სამყაროზე, სადაც გესაუბრეთ, ყველაფერი რო არსებობს, იმის იქითა სამყაროდან არისო, ანუ უსასრულო სამყაროც კი რო ვერ მოიცავს, იქიდან არისო ეს ყველაფერი, ანუ სხვა dimension-დან, სხვა განზომილებიდან. გადავიდეთ ფილიპ შნაიდერზე, ადამიანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა area 51-ის მშენებლობაში. მისი თქმით,
ბაზა არის შვიცართულიანი, ქვედა დონეებზე უცხო პლანეტელები, ანუ კონკრეტული სახეობის უცხო პლანეტელები, რომელსაც გრეის უწოდებენ, ცხოვრობენ და ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე, ჰიბრიდებზე, მენტალურ კონტროლზე. შნაიდერი ამბობს, რომ მშენებლობისას შემთხვევით შევდნენ უცხო პლანეტელთა სექტორში, სადაც უცხო პლანეტელები მუშაობდნენ და იქ ამტყარა სროლა, ომი და 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა შნაიდერის თქმით. შნაიდერს თუ დაუჯერებთ იმ ომს თუ პატარა შეტაკებას 60-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ხოლო 1996 წელს შნაიდერი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, მაგრამ რა თქმა უნდა შეთქმულების თეორეტიკოსები იძახიან, რომ თვითმკვლელობა არ იყო და იყო მკვლელობა, როგორც ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა. ამ თეორიის მიხედვით ამბობენ, რომ პირამიდები ააგებინეს ან ააგეს უცხო პლანეტელებმა, რათა პირამიდები იყო საშუალება კომუნიკაციის დამყარებას, რომ დამყარებულიყო კომუნიკაცია შემდგომ მანძილის მიუხედავად უცხო პლანეტელებსა და ადამიანებს შორის. ეს არის პირამიდების აგების რეალური მიზეზიო. ერთ დეტალს გეტყვით, ალბათ ბევრმა იცით პირამიდებზე, მაგრამ ვინც არ იცით, ძალიან გაგისწორდებათ. გიზას დიდი პირამიდის გრძედი რო აიღოთ, ზუსტად იგივე რიცხვია, რაც არის სინათლის სიჩქარე მეტრი წამში. სულ შედგება 8 ციფრისგან და 8 ციფრი ემთხვევა. ესეც ერთ-ერთი თეორია, მაგრამ რა ხან პლანეტელების ექსპერიმენტები ვახსნი ადამიანებზე, არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო ისტორია, ყველაზე პოპულარული, რომელიც უცხო პლანეტელების მიერ ადამიანებს გადაცებას ეხება, მაგრამ სანამ ამას ვიტყვი, უცებ გეტყვით, რომ იბერიას აქვს ძალიან საინტერესო წამოწყება, გუნდ იბერიაზე მაქვს საუბარი, იბერია 1999-ზე, თქვენ უნდა შეიძინოთ საშინაო თამაშებზე, იბერიის საშინაო თამაშებზე ბილეთი, უბრალოდ უნდა მიხვიდეთ თამაშზე, იქვე იმ დღესვე ჩაერთვებით გათამაშებთ და შეგიძლიათ მოიგოთ PlayStation 5, სკუტერი, საგზური ან მერჩი, მაგრამ თუ ვერ მოიგეთ თქვენი ბილეთი გადადის სეზონურ გათამაშებაში, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ Audi Q5, 10000 ლარი, 15000 ლარი, 5000 ლარი ან ორკაციანი საგზური. მადლობა იბერიას, იმიტომ რომ ეს გუნდი მართლაც ცდილობს, რომ ქართული ფეხბურთს დაუბრუნოს, არ ვიცი დაუბრუნოს ქვია თუ არა, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი, დაუბრუნოს ძველი დიდება და ხალხმა ისევ დაიწყოს ეროვნული ლიგის თამაშებზე სიარული. თქვენ ფეხბურთი ვისაც გითამაშეთ, ხო იცით, ადამიანი თუ გიყურებს, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყურებს, მით უფრო მეტად ინდომებთ, რაც არ უნდა იყოს სასწორზე, თუ ბევრი ადამიანი გიყურებს, მაინც უფრო ინდომებთ. თუ გახსოვთ კორონას დროს თამაშები რა ბანძობა იყო, როცა ხალხი არ ესწრებოდა, პროფესიონალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო ნაკლებად ინდომებდნენ, ვიდრე ინდომებენ, როდესაც გულშემატკივარია და რატომ არის, როდესაც სახლში როცა თამაშობს გუნდი, უფრო უპირატესია, იმიტომ რომ იქ შენი გულშემატკივრები არიან. სწორედ ამიტომ თუ გინდათ, რომ ქართული ფეხბურთი აღზევდეს, თქვენ უნდა მიხვიდეთ თამაშებზე და იბერია თავის მხრიდან ამასში გეხმარება, რომ მიდიხარ, შანსი გეძლევა. და რაც უფრო ადრე დაიწყებს თელს, სანამ გაბაზრდება, მით უფრო ბევრი შანსი გექნება. ეგ არის და ეგ. ხო ასევე სკოლის მოსწავლეებს მიმართავ ტრივია დაბრუნდა, სულ მაგას მიწერთ ხოლმე კომენტარებში, იმ ტრივიას ვიდეო მიდევს TikTok-ში და სულ ეგ კომენტარებია, რომ ტრივია როდის დაბრუნდება, ტრივია როდის დაბრუნდება და მე გეუბნებით რომ დაბრუნდა ტრივია. შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს კლუბში, დააგროვოთ ქულები და გადაცვალთ პრიზებში. დღეს უკვე ორ რაღაცაზე ყველა პრიზებს ათამაშებს. მეგობრებო, შენ თავარია მისმინოთ, თავარია ჩემ მიყუროთ და თქვენ სულ გეცოდინებათ სად თამაშდება PlayStation და სად თამაშდება სკუტერი და სად რა თამაშდება და სად რა თამაშდება. გადავიდეთ ყველაზე ცნობილ გატაცებაზე, როდესაც უცხო პლანეტელებმა ადამიანები გაიტაცეს. ბეტი და ბარნი ჰილსები. ბეტი და ბარნი ჰილები იყვნენ ადამიანები ცოლქმარნი, რომლებიც 1961 წელს ნიაგარას ჩანჩქერზე იყვნენ, პატარა თაფლობის მომენტი ჰქონდათ შეყვარებულ წყვილს თუ ცოლქმარ წყვილს და უკან როდესაც ბრუნდებოდნენ. ბეტიმ დაინახა რაღაცა მნათობი, თავის მეუღლეს თქვა რომ გააჩერეო, მაინტერესებს რა არისო. თავის მეუღლემ უთხრა რომ კაი გეხვეწებო, სატელიტი იქნება ან რაღაცაო. არაო, ბეტიმ გაგიჟდა, დაიჟინებლო და აიყვირო და რომ გააჩერე სხვა რაღაც არისო. ბარნიმ გააჩერა მანქანა, გადავიდნენ მანქანიდან, მივიდნენ ახლოს და ბინოკლით შეხედეს და დაინახეს რომ არა მხოლოდ სატელიტი იყო, არამედ რაღაცა ციური სხეული იყო, რომელიც სხვადასხვა ფერით ანათებდა და ბარნი იძახის რომ შესაძაც მის საქარე მინას დავაკვირდიო, დავინახეო რომ რაღაცა არსებები იქიდან მიყურებდნენო. შემდგომ ამათ ცოტა შეეშნათ, ჩასწნენ მანქანაში და დაიდნენ სახლისკენ, მაგრამ სანამ სახლისკენ მიდიოდნენ, თქვეს რომ მანქანაო ცოტა ვიბრირებდა, ის რაღაცა ნათობიო დაგვყვებოდა, თქოს მოყვებოდაო და წავედითო მაინც სახლშიო. მაგრამ სახლში მის ასვლელად თელი სიჩქარით წავიდნენ, როგორც ამბობენ, რომ გაექანენ სახლისკენ, მაგრამ როდესაც უნდა სახლამდე იყო 2 საათი დარჩენილი, რაღაცნაირად 6 საათით გვიან მივიდნენ სახლში. სახლში მივიდნენ, ვერ მიხვდნენ, რატო დაჭირდათ 6 საათი. თითქოს არაფერი არ ახსოვდათ და ჩვეულებრივად 6 საათი მივიდნენ, მაგრამ რაღაცა ალბათ მოგვეჩვენა, რაღაცა ალბათ ის და გააგრძელეს ცხოვრება.
ამ ცხოვრების მანძილზე რამდენიმე წელი 3 წლის განმავლობაში კოშმარებს ხედავდნენ რაღაცა აილანდებოდათ ის ადამიანები, ვინც აქრემინდან უყურებდნენ და გააკეთეს განცხადება, რომ ესე და ესე დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ გავხდით უცხოპლანეტელების ექსპერიმენტის ნაწილი. იმიტომ დაუჯერა საზოგადოებამ, რომ ამ ცოლ-ქმარს არც ფული აკლდათ, არც ყურადღება აკლდათ, არაფერში არ ჭირდებოდათ ეს ტყუილი და სწორედ ამიტომ 1963 წელს რახან ვერ იხსენებდნენ დეტალურად რა მოხდა, ჰიპნოზთერაპიას მიმართეს. ანუ ჰიპნოზთერაპია არის გადადიხარ ტრანსში და ტრანსში რაც შენ ცნობიერს ახსოვს, საერთოდ ყველაფერს დეტალურად იხსენებ. რაც კი შეიძლება ახსოვდეს. ეხლა რა ნახა, როგორ ნახა, ამას მე არ მოგიყვებით. ორი ვარიანტია. ერთ-ერთი დაგხვდებათ აქ. ან ვიდეოს ჩავსვავ, სადაც გავტიტრავ და როგორ ყვება დოკუმენტური კადრებია ტრანსის, როგორ ყვება, რა ნახა. ან უბრალოდ ვიდეოს ლინკში და თქვენ გადაიდეთ, თქვენ უყურეთ. კაი, მოკლედ, დედამიწაზე რამდენი ადამიანიც არსებობს, დაახლოებით იმდენი თეორია შეიძლება არსებობდეს უცხოპლანეტელებზე, იმიტომ რომ უცხოპლანეტელები არიან არსებები, რომლებიც ან არსებობენ ან არა და თუ არსებობენ, როგორები არიან, კაცმა არ იცის. არსებობს რომ თეორია, რომ ესეთი არის სახეობა, რეპტილოიდები არსებობენ გრეიები, არსებობენ სხვადასხვანაირი უცხოპლანეტელები, არსებობენ უცხოპლანეტელები ცაში, არსებობენ უცხოპლანეტელები წყალში. ძალიან ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ მე რახან შეთქმულების თეორიების მოყვარული და რომ მიყვარს მოსმენამ ყველაფრის, მაქვს შეთქმულების თეორია, რომელსაც ახლა მე შემოგთავაზებთ. თუ არის შეთქმულების თეორია, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, ამ შეთქმულების თეორია რა არის, ხა ჩემი აზრით გეტყვით. როგორც იცით, არის ესეთი მისია, რომ სამყაროში მოხდეს გლობალიზაცია. ანუ ყველა ადამიანი გახდეს დედამიწელი და დაკარგოს, აი მაგალითად აღარ არსებობდეს ქართველი, აღარ არსებობდეს უკრაინელი, აღარ არსებობდეს ჩეჩენი, ყველა ვიყოთ ერთი, ესე ვთქვათ, სახელმწიფო დედამიწის ნაწილი. მაგრამ პატრიოტიზმი, რაც ჩვენ ყველა ერში არის, რომ მე ქართველი ვარ, ჩემი კულტურა, ჩემი ენა, ჩემი მამული, ჩემი სარწმუნოება, ეს ყველაფერი იმდენად ძვირფასია ჩვენთვის, რომ ეს ვიღაც ტიპი რომ მოვიდეს, ვისაც უნდა რომ ეს მაგალითად გლობალიზაცია მოიხოდოს, რაც არ უნდა შემოგთავაზოს, რა კარგი ვარიანტებიც არ უნდა შემოგთავაზოს ცხოვრების, რამდენი ფულიც, რამდენი კეთილდღეობაც არ უნდა შემოგთავაზოს, ჩემი ეს არ დავთმობთ. არც ერთი ერი შეიძლება 1-2 დათმოს, მაგრამ უმეტესობა ერის, რომელსაც კულტურა და იდენტობა გააჩნია, არ დათმობს, რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ თავის იდენტობას. სწორედ ამიტომ შეიძლება ეს შეთქმულების თეორიები, იმიტომ ამოტივტივდა ეხა ბობლაზარი, იმიტომ გააცოცხლეს, იქ ცაში იმიტომ გაუშვეს ეს მთვარის ასტრონავტები, რომ შეიძლება რაღაცას გეგმავენ. ადრე მე, როცა ბავშვი ვიყავი, რომ ვფიქრობდი პირველად რომ მითხრეს, რომ აი გლობალიზაცია დაიწყება და რაღაცა, რომ ვფიქრობდი როგორ შეიძლება გლობალიზაციათვის ხელი შეეწყო ვინმეს. ერთადერთ პასუხამდე მივედი რა, რომ უნდა გამოჩნდეს მტერი, რომელიც საქართველოსაც იგივენად დაემუქრება როგორც ამერიკას და როგორც ჩეჩნეთს და როგორც უკრაინას. უნდა გამოვიდეს მტერი, რომელიც დედამიწას დაემუქრება და შენ უნდა გახდე ჯარისკაცი არა საქართველოს ჯარის, არამედ დედამიწის ჯარის. სწორედ ამიტომ თუ შეთქმულების თეორიებზე ვლაპარაკოთ, მოდი შეთქმულების თეორიაზე ვილაპარაკოთ. ეს ყველაფერი, ეს უცხოპლანეტელების თავიდან, რასაც მეც ხელს უწყობ ახლა ამ წამს შემთხვევით, უცხოპლანეტელების თავიდან გამოჩენა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ჩვენ შეიძლება გაგვეჩითოს მტერი, რომელიც დედამიწელი არ არის და დედამიწელებს მოგვიწევს დიდხანს ომში ყოფნა უცხოპლანეტელებთან. და აი ამ დიდხანს ომში ნელ-ნელა ჩვენ და დამოუკიდებლად დავთმობთ იდენტობას, ესე რომ ვთქვათ. ანუ ქართველობას დავთმობთ. ოღონდ არა იმიტომ, რომ ეგრე იქნება, უბრალოდ მოგვიწევს, იმიტომ რომ სად რუსეთი რო გეომება და სად უცხოპლანეტა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც გრავიტაციის ხელოვნურად შექმნით გადაადგილდება, სინათლის სიჩქარით შეუვლიათ მასის და დროის და სივრცის უგულვებელყოფა შესაძლებელია მათი ტექნოლოგიებით. რა ძლიერია წარმოიდგინეთ და როგორი ერთ მუშტად უნდა შევიკრათ მთელი კაცობრიობა, რომ აი ამ უცხოპლანეტულ ძალა დავამარცხოთ და ბოლოს ალბათ რომ დავამარცხებთ, დედამიწამ გავიმარჯვეთ ვიტყვით და მე წამოვა რომ ხო არ დავრჩეთ ესე. რა კარგი იყო რუსეთი და უკრაინა ერთად რო იბრძოდნენ, როგორი ძლიერები ვიყავით, რა გვაჩხუბებდა. იქ ის რა დროს ის რელიგია, ჩვენ ხო ყველანი ერთნი ვართ და შეიძლება ეგრე
ბუნებრივად მოხდეს გლობალიზაცია. ეს არის ჩემი შეთქმულების თეორიის შეთქმულების თეორია და უფრო ადეკვატური რაც არის, ის არის რომ დონალდ ტრამპი ყლესავით რაკეტებს ისვრის ყველგან, სადაც უნდა, იქ ისრაელი ბომბავს ყველას, იქ ირანი რაღაცებს იძახის, ეს იმაშება, ეს ამაშება და ხალხმა რო ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციოს, სწორედ ამიტომ გავუშვით მთვარეზე ვიღაც, იქ ბობ ლაზარისის გავაცოცხლეთ, იქ ამოდის ტრამპი და არია 51-ის ფაქტები გაასაჯაროვეთო იძახის. შესაძლებელია მაგის გადაფარვის მიზეზიც არის, რომ ჩვენ უბრალოდ ვიღაცა ტიპს რო უცხო პლანეტას დავინახოთ, რომ დარბის, საერთოდ არ მემახსოვრება ღაზაში ბავშვებს რო ხოცავენ. ესეც შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ კიდევ მესამე ვარიანტიცაა, რომ ეფსტეინის ფაილების გადაფარვის მიზნით ხდება ომიც, მთვარეზე ფრენაც და უცხო პლანეტელების წინ წამოწევაც. აი 22 თეორია ვთქვი და 22-ვე შესაძლებელია. სწორედ ამიტომ მიყვარს ჩვენი დედამიწა. 22 ერთმანეთის საწინააღმდეგო, ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი თეორიას აქვს ერთ დედამიწაზე არსებობის უფლება. მადლობა რომ მიყურებდით, იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ არ მოგეწონათ, რა ვქნა, მე ვეცადე, მართლა ვეცადე. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაგემშვიდობებით. GG.